თითო ნივთი თითო ოჯახიდან დავთქვათ დღე და მიუტანოთ და დაუდოთ ეს ყველაფერი კანცელარიის წინ თუ სადაც არის იმ რეზიდენციის წინ. დაუხვავოთ. არა, ვაჩვენოთ, ხარკი გადაუხადოთ. იქნებ წავიდეს რა. მე ვთხოვ ოპოზიციას, არასამთავრობოებს შევხვდეთ და გავაკეთოთ ეს აქცია. წადი და თან წაიღე და მთელმა ერმა მოიტანოს სახლიდან. ხარკი, უთხრათ რომ წავაგეთ. ხარკი, შენ და დაგონებთ თავი და მიუტანოთ. მე პირადად მე შენ რა მოგქ? სონის ტელევიზორი, იმიტომ რომ ხა ტელევიზიონში კი ვარ და კაი ტელევიზორი მაქვს. მე მოგაქვს სონის ტელევიზორი. უშის ტელევიზორი. უში გამოვიდა. კარგად მუშაობს, თავის დისტრიბუტორი პუნქტი. სონი. აი ეს თათოლიძაო. აი ამას წავიდა. ხო, აი ეს თათოლიძაო წავიდეს ხოლმე. თითო ნივთი ყველა, მორი არ გვინდა. მეგონაო. ადინა. ურა საკარ დაუძრევი უკვე და ხედა. ბიზნესმენებს, მის ბიზნესმენებს ვინავთ ხოლმე, მაგათმა ფული მოიტანონ. ჩვენ არ გვინდა რევოლუცია, ჩვენ ვიხდით ხარკს. ნებდებით, კაპიტულაცია, ხარკი და წადი წაიღე. წადი და. ხო გამოვიდა კაცო რუსეთი გერმანიიდან. ხო და წავიდეთ წაიღოს რა. წაიღოს ხო. ყველაფერს თავი დავანებოთ, მართალიც რომ იყოს. 100%-იანი მართალიც რომ იყოს, რა შეგაკეთებთ. ჩვენ ხო ვიცით რომ განხეთქილებაა ჩვენ შორის, ხო? მაკაც არ ელაპარაკება, მეგობარმა და მეგობარი დაკარგა, ოჯახში ერთი ეს არის და შეიძლება ეს იყოს პირველი პრეზიდენტის დროს, მეორე პრეზიდენტის დროს, მესამე პრეზიდენტის დროს. შეიძლება ვჭამოთ ქართველებმა ერთმანეთი? ერმა არ უნდა დაიძახოს არც მიშა, არც ლევანი, არც მამუკა. თუ რამის დაძახება გინდა, დაიძახე საქართველოს. და ისიც უნდა დამთავრდეს სხვათა შორის ეკლესიებში გამოსვლები ბზიკებით და ასე შემდეგ წკინვალე დღესასწაულებზე. პატრიარქის მე რო გამოდის კაცო და ბზიკებმა მოიგესო და რაღაცებს რო გვაბოლებდა ომის შემდეგ არ გახსოვს? ღირსება და ბოღმა და ეს ყველაფერი კლავს რა ჩვენ ქვეყანაში ხდება რა და იმ დღეს ვიფიქრე რომ აი ხომ მომეთქი დრო რომ აი ესენ ხო ესე აწამებენ პატიმრებს ხო? და აი ესენიც მეთქი ესე მდგომარეობაში რო აღმოჩნდებიან მეთქი რა. და წარმოვიდგინეს და იმ წუთში დამიდგა თვალწინ მათი შვილების სახე. ანუ ის რაც არ უნდა უღირსად იქცეოდეს. შენ თუ იმას იგივეს გაუკეთებ, შენ იმას კი არ აზიანებ, მიშულს აზიანებ და შენ მომავალს აზიანებ ისა. ანუ როცა მოხდება, თქვათ, როდისმე ამის შეცვლა, ხო და რაღაცა. აი იმეს ვისაც დაიჭერ, ვისაც კვლევობები აქვს ჩადენილი და რაღაც, იგივე კი არ უნდა გაუკეთო. კარგ კამერაში უნდა დასვა. და ადამიანივით უნდა მოექცე. განა იმისთვის, ის იმაზე უარესი ღირსია. შენთვისაც არა, იმის შვილისთვის, იმიტომ რომ შენ თუ ექცევი ადამიანს ცხოველივით, შენ თვითონ ხარ ცხოველი და თვითონ ხარ უღირსი ადამიანი. შენ ისეთი ხდები რა. იმ დღეს ეგ 3 წუთს ბანაობაზე გამახსენდა რა, დილით ზუსტად აქ მოვდიოდი და აუდიო წიგნები რო არის ჩართული მაქვს და სოლჟენიცის უსმენდი რა. და ერთ-ერთი ადგილი აქვს, რომ სადღაც რაღაცაზე ფიქრობს და შევედითო აბანოშიო და საათნახევარი მქონდაო ამაზე ფიქრის საშუალებაო. სტალინის ეპოქის დროს საათნახევარი შედიოდნენ აბანოში და ბანაობდნენ პატიმრები. საათნახევარი. აქ მიშას რა, მადლობა, არ დაიძახებ და გაგხეთქავენ თემაში. ეს არის ღირსება, ეს არის ჩვენი ერის ღირსება. ამას ვინ ჩადიან ჩვენი ერის შვილები არიან, საქართველოს შვილები არიან. ამიტომ არის რომ მე ჩავთვლი რა მაგას საქართველოს. გია, მე და შენ ამის ყველაფრის თანამონაწილეები ვართ, სანამ არ აღყვეთავთ. ამის თანამონაწილეები ვართ. ანუ ჩვენი ერის შვილები არიან, თავის ერისზე არ ფიქრობენ და თავის ქვეყანაზე არ ფიქრობენ. არა, შენი ოჯახია საქართველო და შენიანი რო შვება ამას, შენ თანამონაწილე ხარ, ან აღუდექი. თუ ვერ აღუდგები, ხო, არ ვიცი რა უნდა გააკეთო რა, არ ვიცი. ეხლა თავი მოეკალით ხო ვერ ვიტყვი რა. მაგრამ აღუდექი და თუ ვერ აღუდექი ამას და ჩუმად ზიხარ, შენ ხარ თანამონაწილე. ზუსტად ისევე მოგვეკითხება. შენ მოგეკითხება, შენ რას აკეთებდი მაშინ, როდესაც შენ თანამემამულეს უჭერდა, როდესაც შენი ოჯახის წევრს უჭერდა. რო დაინახო, რომ შენ ძმას ცემენ ხო მიეშველები და რო დაინახო, რომ სხვა ცემენ, არ უნდა მიეშველო? არ უნდა გააშველო? თუ არ გააშველებ, უღირსი ადამიანი ხარ. თუ დაინახე რომ მომაკვდავი გდია და შენიანია ხო უშველი და თუ ეს მომაკვდავი შენიანი არ არის და ჩაული
უღირსი ადამიანი არ ხარ? ესე ვიქცევით მთელი ერი. ეგრე. ამ ლაპარაკებს და ამ იმას აზრი არ აქვს საერთოდ. ლაპარაკეთ არასდროს საქმე არ გაკეთებულა. ქმედება, კიდევ ერთხელ ამ არავით არის სისხლის ზღვა, არავით არის რევოლუცია. გამოვიდეთ და დავუძეთ რა ქუჩაში რა. და არ ავდგეთ მანამ, სანამ არ დამთავრდება ეს ყველაფერი. თან წაიღეთი დავიწყო. ხო, თან წაიღებით უნდა დავიწყო. თან წაიღე, მაგარი გამოაგდო. ახლა გონო ჩამოუტანონ რომელიც ვერ გაკიდეს. აჩეხილი ვენახი ჩამოუტანონ. ეხლა მე მაქვს ჩემი თეორია. რატომ სვამენ ქართველები განსხვავებული სასმისით ღვინოს? ჯერთ მე რომ მკითხო საჭმელებში ყველაზე ძალიან რა მიყვარს, იმ დღეს თქვენ წერდით აქ საჭმელებს, მე ვიტყოდი რომ ღვინო. რომ ღვინო ჩემთვის არის საჭმელი. ყურძენი თუ არა, ღვინო ჩემთვის არის საჭმელი. ასალი მივარ. რო შემოგუწევდნენ ეს კინდილბაშები და მამაძაღლები და აგვაწილოებდნენ, გაიქცეოდნენ ჩვენი წინაპრები, ჩვენი ბებიები, ბაბუები მთაში, ხო? დატოვებდნენ თავის საფ, კარს, საქონელს ასაც წაიყვნენ, რაც არა დატოვებდნენ, ხო? ისინი ჩამოვიდოდნენ, აჩეხავდნენ ვაზ, დახოცავდნენ საქონელს, ქათამს, დაანგრევდნენ ყველაფერს და წავიდოდნენ. გამოხდებოდა ხანი ხოცავდნენ, ეს ჩვენები ჩამოვიდოდნენ. რა ვერ იპოვნეს? მიწაში ჩამარხული ქვევრი. საჭმელი მეტი არაფერი არ არის. მორჩა, საჭმელი არ გაქვს. გაქვს? ქვევრი, სავსე, ღვინო რამდენიც გინდა. ძალიან როქშია რასაკეთებ, ბევრ ჩამ. როგორც რუსების არის, არაკი ღმერთმა შეარგოთ, ჩვენი არის ღვინო. გაჩეხეო, კაცო. იმიტომ რომ არარენტაბელურიაო. რა არის არარენტაბელური? Adati! Oi! Adati! Hey! Oi, говорю! Это же виноград, не видишь? Что тут особенно? Сынок, ему не больно, да? Ты его не сажал, ты его не пахал. Ты только виноград кушать любишь. Каваке целикави, киркис керкет сотави. Фугуинис кока, кока-кола, мамо кока. Бебе баба, писи пати, положени акмараси. Соли сомши кати, цели, цемаскепи царецели. Учечия барча чоха, сором гули моиоха, гориго недоги таги. როდის უნდა გავხდე ლაღი? ვიღაცის ტრიში ხო იბადება ეს. თუ შეგნებულად მოდის ესაზრები და ესენი აღასრულებენ просто რა. მაგას ვერც გავიგებთ კი რა. აი როგორ უნდა გავიგოთ ახლა. სად შეიძლება ეგეთი აზრი დაიბადოს? სასამართლო პროცესზე 1-2 წელი რო ჩამოაყენოს. ანუ როგორ შეიძლება ბიჭო ქართველი კაცის შენი ძახი აღიარებით შეიძლება გავხდეს რამე? შენი ძახი რეგენის ქართველები არიან და ქართველი კაცის თავში ეგეთი აზრი თუ დაიბადება ის ქართველია. და თუ ვინმე ძახი ლამაზი გაეხარდება გულს, ზოგის გული კი პირიქით გადაჰყოლია შურს. ნიერი ვარ იმითაც არავინ რომ ძულს თავისუფლების ხარისხსაც არ უკავშირებ ფულს. ფული იმისთვის მჭირდება გავაგებინო ყრუს, რადგან უფულოდ არავინ არსად დაგიგდებს ყურს. როგორ ვერ უგებ ფულს, ფულსა რთულსა და ცრუს, მე შოდვილ დედამიწაზე უფულობა მსურს. მე თქვია რას ლაპარაკობ და რას გვამოლებ რას, დაუნახავის ყოფაში, აქ რა გამოლებს ბრმას. დავაი, აჰა, თქვენი შეჯიბრი გააკეთეთ. რაში? აი ამაში რა. ნაწარმოებები, წერლები უბრალოდ, პოეტები კი არა, ქართველი მწერლები. ჩემი ვაჟებ შაველა. ვაჟებ